მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, ნახოთ ჩვენ რა ახალი ენერგიები შემოდის თქვენ ცხოვრებაში. ანუ ეს პერიოდი გავიარეთ ცოტა რთული, ნახოთ რა რიდი გაგვახარებენ, რა ახალი ენერგიები შემოდის. ნახოთ ახლა ჯერ პირველ რიგში ნახოთ თქვენ ეხლა რა გამოიარეთ, რა გქონდათ ისეთი, თქვათ, რა პერიოდი გამოიარეთ, რომ ეხლა უკვე ახალი ენერგიები უნდა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. Ну, აქ გქონდათ როგორი მომენტი, თქვენ შეიძლება იყავით როგორ დიდი ხანი, დიდი პერიოდი გქონდათ, რომ თქვენ ფიქრობდით სიყვარულზე, შეიძლება ფიქრობდით, რომ ყველაფერი უკვე დასრულდა. ანუ იყო რაღაცა კარგი პერიოდი, აი როგორ არის, იცით, რაღაცა მონატრება გქონდათ რა, აქ ნახეთ როგორი ლამაზი მთვარე და მონატრება გქონდათ სიყვარულზე. შეიძლება ფიქრობდით, არჩევანს აკეთებდით, თქვათ, იმიტომ რომ აქ დაუშვათ ვიღაცას მანძილი გქონდა, ვიღაცას ძალიან დიდი ხანი, დიდი პერიოდი გქონდა თქვენ, იმისი რომ ანუ დასრულდა ის, რაც თქვენ დაუშვათ გახარებდეთ, ხო? შეიძლება ვიღაცას ახლა, ну, ან როგორი მომენტი იყო, ვიღაცას შეიძლება даже გქონდა შეხვედრა ვინმესთან, მაგრამ ცოტა დასაფიქრებელი, აი დაფიქრდი რა, გაგრძელებაზე თუნდაც, ხო? კი ბატონო. აქ ნახეთ როგორი სიტუაცია, კიდე რა ენერგიებში რა გაიარეთ თქვენ. აი როგორი მომენტი გქონდათ, იცით? აქ გეუბნებით, პერიოდი მართლა გრძელი იყო, პერიოდი მართლა ისეთი იყო, რა ვიცი, მაგრამ აქ თქვენ ამ პერიოდში, როცა თქვენ აი თითქოს ჩაქსვეს რაღაცა მომენტში, რომ თქვენ უკვე აქ უნდა თქვენი ვარსკვლავი, ასე რომ ვთქვათ, გეპოვათ რა. ზოგი მაგალითად აი რა შვებოდა, იცით, იმის მიუხედავად, რომ ვთქვათ, შეიძლება ну ცოტა დაშორდეთ თქვენ ადამიანს, ან შეიძლება პაუზა გქონდა, ვიღაცა ძალიან გრძელი პაუზა, მაგრამ როგორ იყავით, იცით, ამ პერიოდში მაინც ცოტა მთვარე აძლევს ისეთ ენერგიას, აი ცვალებაც, ასე რომ ვთქვათ რა. სულ ფიქრობდით დაუშვათ ახლა, ანუ რას მომიტანს მე ახლა, ну, ნახეთ როგორ მინდა ჩაგაღრმავოთ ცოტა რა. ანუ ცვალებადობა რაში იყო? ზოგჯერ ფიქრობდით, რომ აი არა, მე კარგ ხასიათზე ვარ, მე ყველაფერს შევცვლი, მე დავასრულებ, მე ანუ ესეთ ენერგიებით ივსებოდით, რომ მორჩა, არ მინდა. მე შეიძლება უფიქრდებოდეთ რამეს, აი თქვათ, აი ამ დროს რაღაცა თქვენი გახსნა მიდიოდა, იცით, აი ეს მინდა ვთქვა რა. ეს არ იყო თქვენთვის ეს პერიოდი ტყვილი, მაგრამ აი აქ ტყვილად, მაგრამ ეს პერიოდი ეს იყო დაკავშირებული რაღაცა აი ურთიერთობა იყო აქ უეჭველი მთავარი, კი ბატონო და თქვენ პრინციპში ნახეთ ყველაფრის მიუხედავად თქვენ აქ არჩევანი გააკეთეთ როგორიც აქ გაიზარდეთ ძალიან აქ თქვენ იცით რა არის აი თითქოს ის აი даже ვეთყოდი მადლიერებითაც შეივსეთ რა გაიზარდეთ უზომოდ გაიზარდეთ თქვენ აი ეს ურთიერთობა არა აქვს მნიშვნელობა მოკლე იყო ხანძლივი იყო ნუ აქ ვიღაცას ძალიან შეიძლება ეს აი ოცნებაც გქონდა გავუშვათ ამ ურთიერთობას შეიძლება ნახეთ აქ როგორი კიდე ინფორმაცია იყოს მოდის რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ვიღაცა ატარებდა გულში ამ ადამიანს გაიგეთ მაგრამ იმის მიუხედავად რომ დაუშვათ არ მოხდა ისე როგორც ფიქრობდით თქვენ მაინც თქვენ აი აქ მიიღეთ გადაწყვეტილება ისეთი რომ მე ნამდვილად მადლიერი ვარ ამ ადამიანის იმიტომ რომ ბევრი რაღაცები თქვათ ახლა შეიცვალა იმის მერე რაც ეს ადამიანი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში კი აქ ახლა კი მადლიერი ხარ ძალიან მადლიერი ხარ ამ ადამიანის აი მადლიერი ხარ даже იმასაც გეტყვით ნახეთ თუ დაუშვათ აქ იყო ნუ ეს საჯარო გაშლა ამიტომ ვამბობ ამას რომ ეს ძალიან ცოტა ვინმესთვის იქნება მაგრამ ნუ იქნება დაუშვათ თქვენ სამკუთხედშიც იყავით ხო სიტყვაზე და ანუ დაგაყენეს არჩევანის წინ აი მაღალმა ძალებმა ასე რომ ვთქვათ ხო და თქვენ დაფიქრდეთ მე მინდა ეს ურთიერთობა მე ამ ურთიერთობაში ვთქვათ ახლა რა მელოდება ვთქვათ მთელი ცხოვრება ასე ხომ არ ვიქნები ხო მაგრამ აი აქ რაც მთავარია თქვენ თითქოს როგორი მომენტი არის იცით
თქვენ როგორი მომენტი გქონდათ, იცით, კი, აი თქვენ ამ სიტუაციიდან კარგი რაღაცა აიღეთ. კი, იყო ნარევი, სევდა, იყო ნარევი რაღაცნაირად, აი ეს ტკივილი, კი განიცადეთ რაღაც მომენტები, მაგრამ აქ რა არის კარგი, რომ ამ ურთიერთობაშიდან თქვენ აი რაც არ უნდა ხდებოდეს, ხო? აი აქ ადამიანმა აიღო რა, თავარი მადლიერი ვარ, ეს იყო ჩემთვის სასარგებლო. მე ხო რაღაც პერიოდი ვიყავი ბედნიერი, შეიძლება ზოგი ფიქრობს, რომ დავკარგე. აი ვოცნებობდი, რომ თქვათ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ არ მოხდა ისე, როგორც მე მეგონა, მაგრამ შევივსე. აქ ზოგი თქვათ, даже გადაწყვეტილება მიიღო, რომ თქვათ, ოჯახში დავრჩები, თქვათ, იქ სადაც ვიყავე მე ოჯახში სიტყვაზე, ხო, მიიღო გოგომ, თქვათ, ეს გადაწყვეტილება. შეიძლება უფრო даже ამ სიტუაციამ თქვენ მოგცეთ ის მომენტი, რომ თქვათ, დააფასეთ ის ადამიანი, ვინც არის თქვენს გვერდ, თქვათ, თქვენი მეუღლე დაუშვოთ, ხო? აი ეს, ან შეიძლება даже იმ ვიღაცის ჩარევა თქვენს ურთიერთობაში, ხო? იმანაც კი მოგიტანა თქვენ, აი ეს როგორ იცით, კი დავკარგე რაღაცა უკვე, აი თქვათ, ოჯახური ეს სიტუაციები, მაგრამ მაინც მე გავიზარდე აი აქ. მიხვდით? მე გავიზარდე, კი და ეხლა უკვე გეუბნებიან ზუსტად, რომ აი всё გამოდიხარ ამ სიტუაციიდან, გამოდიხარ ახალ ენერგიებში. ნახეთ, წყვილი კი არ ამიღია, ეს ვარჩევდი რამდენი ხანი აქ დასდას, სანამ გავშლიდე. ახალ ენერგიებისკენ მიდიხარ. მოდით ეხლა ჩვენ ვნახოთ მაშინ ეს ახალი ენერგიები რა არის. აქ ავიღე даже სპეციალურად მოვამზადე. მარტო ავიღე მაღალი არკანები და ტუზები, იმიტომ რომ ეს არის მაღალი არკანების ენერგიები და მინდა რომ ვნახოთ რა ახალ ენერგიებში გადიხართ თქვენ აქ. რა ახალ ენერგიებში გადიხართ თქვენ აქ. აქ უბრალოდ ძალიან მაგარი ადამიანი ხართ, თქვენ ძალიან გაიზარდეთ სხვათა შორის, აი ძალიან გაიზარდეთ რა. აი ძალიან გაიზარდეთ, შემიძლია გითხრათ რა. ვიღაცა даже ფინანსურადაც გაიზარდა, ვიღაცამ გახსდა თავისი პირადი დანიშნულება. აბა რა ახალი ენერგიები შემოდის ახლა თქვენთან. აი ესე ავიღებ 3-ს. სიმშვიდე, ნახეთ. პირველი ენერგია შემოდის თქვენი აი როგორი ენერგია ესეთ აი თითქოს სიმსუბუქეს იგრძნობთ ან იგრძნობთ. იმიტომ რომ როგორ არის, აი თითქოს სხვანაირი თვალით უყურებთ თქვენს მომავალს. ანუ აქ იმიტომ რომ აქ უკვე ესეთი ენერგიები მაჩვენეს, რომ მე-10 ენერგია ეს როცა მე აი 2-10-იანი არის რა. მაგრამ პოზიტიური პენტაკლების 10-იანი და თასების 10-იანი რო და პლუს კიდე აქ მე-9 ენერგია არის თასების. ანუ როცა მე ამ ყველაფრიდან ავიღე მხოლოდ და მხოლოდ კარგი, კი ძნელი იყო, კი მტკივნეული იყო, მაგრამ მე ეს შევძელე, მე მაინც მე გაუძელე ყველაფერს და მე ნამდვილად ამ პერიოდში ბევრი რაღაცა გავიაზრე, ბევრს ფიქრობდი ჩემს მომავალზე. აქ შესაძლოა შეიძლება ვიღაცას ძალიან დიდი ხნის სურვილიც აგისრულდა თქვენ დაუშვოთ იმის მიუხედავად, რომ თქვენ თქვათ აი ესეთ მდგომარეობაში იყავით, მაგრამ რაღაცა დიდი სურვილი, სასრულებაც მოგივიდათ აქ ამ პერიოდში რა. აი თითქოს გვეუბნებიან, რომ ესეთი ენერგია შემოდის, რომ შენ სხვა თვალით შეხედავ ყველაფერს, სხვა თვალით შეხედავ, აი როგორ კიდე. კი. აი უფრო ნახეთ კიდე, აი ნახეთ ესე რა ქვია, კიდე მაღალი არკანები და მოდის ესე რა ქვია. აქ შეიძლება მედიტაციებზე გადახვედეთ, შეიძლება უფრო სხვანაირად დაენახეთ თქვენი მომავალი. გახსენეთ თქვენი, აქ თითქოს ბედი შეიცვალა აქ ადამიანმა, თუ დაუშვათ თქვენ, იყავით უფრო მატერიალურში, იქ ცხოვრობდით, აქ უკვე შემოდის ენერგია, რომელიც აი მარტო ის კი არ არის, რომ თქვა, არსებობს კიდე სულის გზაც არსებობს, ხო, სულიერი ცხოვრებაც არსებობს. ამიტომ თქვენ აი აქ სხვათა შორის შეიცვალეთ რა დონეზე, იცით, რომ დაადეგეთ სულიერ გზას, აი ასე რომ ვთქვათ რა. აი ამას აი ეს ახალი ხედვა გექნებათ, გაიგეთ? და უკვე აი თითქოს აქაც ხო იყო, ნახეთ,
აქ სიმშვიდე მოიპოვეთ იმით, რომ თქვენში შემოვიდა ეს ახალი ენერგია, რომ მე ვიცი, რომ ჩემ სულის გზას უნდა გავყვე. ანუ ჩემს თქვათ ნიჭს დაუშვათ, ჩემს პირად დანიშნულებას, აი მაგას მინდა გავხდეთ, რომ ეს თქვენ აი აქ გადაფასება გააკეთეთ ძალიან მაღალი დონის. გაიგეთ რა ხდება და ამიტომ თქვენ გეუბნებით, რომ აი სუფთა რაღაცა ენერგიებში შეხვედი შენ და უკვე არჩევანი გააკეთე, რომ მე მინდა ჩემი ლამაზი ცხოვრება, მაგრამ მე ვიცი, რომ ლამაზი ცხოვრება იმ შემთხვევაში იქნება, როცა მე სულიერადაც განვითარდები და რა თქმა უნდა, ანუ ახლა მატერიალურ სფეროშიც აი ორივე აქ ეგრევე ორი მაღალი არკანი გამოვიდა. კიდე ტრანსფორმაცია, კი ბატონო. ანუ როგორც იყო, მე აღარ მინდა რა. მე უკვე აღარ მინდა, ანუ დავტოვე წარსულში ყველაფერი, ეს ტკივილი, ეს ნერვიულობა, აქ თითქოს განიკურნეთ, იცით? აი განიკურნეთ თქვენ მაგ პერიოდში დააკვირდეთ რაღაცა ძალიან თქვენში უნდა მომხდარიყო დიდი ცვლილება. იმიტომ რომ უკვე როგორი ცხოვრება, აი თითქოს თქვენი ცხოვრება და აი ბევრი რამე წავა რა, დარჩება იქ, ანუ უკვე აღარ გამეორდება, აღარ იქნება, იმიტომ რომ თქვენ გაიარეთ ეს ეტაპი. ტრანსფორმაცია ის არის, როცა მე ვზივარ და აი და უფიქრდები, რომ ეს მჭირდება, მე თუ არ მჭირდება, ასეთი ცხოვრება მაწყობს თუ არა, ასეთი მიდგომა საქმეზე მოაწყობს არა, ეს სამსახური მინდა არა. გაიგეთ? ანუ всё, აღარ მინდა მე იქ ეს დარჩეს იქით, სადაც თქვათ ვიყავი ადრე. მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ. აქ სულ სიახლეზე პრინციპში ახალ ენერგიებზე ვლაპარაკობ. აბა კიდე. კი, აი გულის ტკენა თუ რამე მქონდა, ნერვიულობა, ყველაფერი აბსოლუტურად დატოვეთ თქვენ წარსულში რა. აქ ადამიანი ირჩევს ისეთ გზას, რომ მე მინდა რომ ანუ ჩემ სულს რა გაუხარდება. ამას რო ვიძახე ხოლმე, ეს არის ჯანმრთელი ეგოიზმი რა, ჯანმრთელი ეგოიზმი, იმიტომ რომ მივხვდეთ რომ თქვენ არანაირ ბედნიერებას არ მოაქვს, თქვენი თქვა დეპრესიაში ჯდომა, ხო? ან თუ დაუშვოთ ახლა სიტუაცია, თუნდაც დაშორდით, თუნდაც რაღაცანაირად აი მოხდა ისე, რომ თქვათ ახლა ეს უნდა მომხდარიყო, აუცილებლად უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ თითქოს აი თქვენი პერიოდს რაღაცას თქვენ ასრულებდით. ეს არ არის ადვილი, მაგრამ აქ მაჩვენებენ, რომ აი ეს რაც გაწუხებდეთ, რაც გაწვებოდეთ, რაზეც თქვენ ფიქრობდით, ხო? ეს აღარ იქნება, თქვენ გამოდიხართ ამ ძველიდან და მიდიხართ ახალში. კიდე ну ყურუმი ახლა რა ყურუმი არის ახლა რა თქმა უნდა ახალი ენერგია ხო გითხარით აქ ახლა ბევრი ვიღაცა ანუ თქვენს თავზე რამეს ახალს გაიგებთ ზოგი რა თქმა უნდა შევა ეზოტერიკაში და რაღაცა თქვა მე ახლა მაგალითად ძალიან ბევრი მოდიოდა ჩემთან კლიენტები რომ მეუბნებოდნენ ვაფშე პირველად საერთოდ ნახე ტაროს გაშლა ან პირველად მოусმინე ეზოტერიკოს ან პირველად შევეხე თქვა ახლა ასეთ თემას ხო ეს ხო არ არის ტყვილა უბრალოდ ეს არის რომ როცა ადამიანმა დაუშვათ ახლა ფიქრობდა რითი რანაირად ნუ როცა ბევრი კითხვები გაქვს შეიძლება აი მარტო აქ პოულობ შენ შველას იმიტომ რომ უკვე მე სულთან მიდიხარ ხო უკვე ხვდები რომ მატერიალურ დონეზე ვერ ვარკვევ მე ამ სიტუაციებს და ამიტომ უკვე ადამიანი მიდის თავის ასე რომ ვთქვათ, ახლა სულთან რა და ანუ ბევრი წავა გეუბნებით ეს შეიძლება გავხდეთ თქვა ამ გზას, ახალ გზას გაყვებით, თუ დაუშვოთ თქვენ გქონდეთ შიში, ხო? აი არ ვიცი გამომივა, არ გამომივა, ჩემი არ არის ჩემი სხვა შეიძლება ძალიან შევამჩნიე, აი ნუ შევამჩნიე რა, აი ხანი შევამჩნიე რომ აქ აი ქართულ ენოვან სივრცეში მოდით ასე რომ ვთქვა და მით უფრო ვინ საქართველოში ცხოვრობს, ძალიან ცუდი აქვთ აი მიდგომა აი თუნდაც ტაროზე ეშინიათ, იმიტომ მე მესმის რატო, იმიტომ რომ ერთმა გოგომ ჩამიგდო რაღაცა არხი, სულ ჯადოები, სულ რაღაცა რიტუალები, სულ რაღაცა ესეთი და ხალხს შიშია გონიათ რომ ტარო ეს არის რაღაცა ჯადო, ტარო არის რაღაცა აი საშინელება, არა, ეს არის უბრალოდ ერთი კუთხით რაღაც თქვათ ახლა ვიღაცამ დაიჭირა ეს რატომ აშინებენ ვერ გავიგე ეს არის უნიკალური ინსტრუმენტი რომელიც გვაძლევს საშუალებას აი ასე გავიგოთ რა მჭირს რა სად წავიდე რა გავაკეთო ხო რა გამოსავალი ვნახო ამ სიტუაციაში როგორი გზა ავირჩიო მე რო თქვათ ახლა ვიყო კარგად სიტყვაზე თუ მინდა და მე დანმიტომაც ნახეთ რა ხდება როცა ადამიანს თქვათ ახლა აი
ყურუმი, ხო? იზიდავს ადამიანს, თქვათ, ყველაფერი ახალი, ყველაფერი საკრალური, ყველაფერი დამალული. იზიდავს ადამიანს, მაგრამ შეიძლება კონდეს აი აქ შიში რა სიტყვიან ხალხი დაუშვოთ, ხო? მიმიღებენ თუ არ მიმიღებენ მე, ხო? იმიტომ რომ ადამიანი ეხლა, ნუ მაგრამ აი აქ ადამიანი ირჩევს თავის თავს, ხო? იმიტომ რომ ამ საზოგადოების აზროვნებას, აი თქვათ, ნუ შეიძლება ოჯახში უღებლობა არის ეგ ხშირად რომ ოჯახში დაუშვოთ ეხლა ადამიანებს არ ესმის რატომ შენ აირჩი ეს გზა. იმიტომ რომ უყურებენ როგორ მკითხაობა, ჯადოები, რაღაცა რიტუალები და ხალხს ეშინია, ნამდვილად ეშინია, გაიგეთ, მაგრამ აი აქ ადამიანმა მიხვდა რომ მე მინდა რომ აი დაჟე მადლობა ამ ადამიანს, ვისაც ჰქონდათ ეს სიტუაცია, რომ თქვენ დაგანახათ ის რომ არ არის ეგრე, მე შემიძლია დავეხმარო ადამიანებს რა, მე შემიძლია სხვანაირი მიდგომა გაქვთ, გაიგეთ, სხვანაირად შეხედავთ რაღაცა სიტუაციებს. შეიძლება ეგ აი ადრეს იყო საუკუნეების უკან რომ ფსიქოლოგიაც იგივე მდგომარეობაში იყო, რომ ხალხს ეგონათ რომ ეს არის რაღაცა საშინელება, ხო, მაგრამ ხო მიიღეს, იმიტომ რომ უკვე ცოტა სხვანაირად ეაზროვნეს და მაგიტომ და ამიტომ გეუბნებით რომ ნუ უყურებთ მარტო ამ ინსტრუმენტს, როგორც ვთქვათ, რაღაცა საშიში ინსტრუმენტს. მე მესმის რომ არის ზოგში ეს პროგრამაც მქონდა ეს პროგრამები, მაგ ეს პროგრამა კიდევაც, მაგრამ ხო რომ მეშინოდე იყო რაღაცა პერიოდი, მაგრამ როცა შიში საიდან გვაქვს, როცა ვერ ხვდებით რატომ და როცა უკვე აი მაგალითად კონსულტაციაზე რატო ვიყენებ ყოველთვის თქვენს მატრიცას, იმიტომ რომ იქ წერია, იქ არის ეს თქვენი პროგრამები. 18-ში პატიჟობთ ოქტომბერში ვებინარზე ძალიან ბევრ რაღაცას მოგიყვებით მატრიცაზე და ბევრი ინფორმაციას მიიღებთ თუ გაინტერესებთ თქვენ და რომ ეს რამხელა ძალა, რამხელა ინსტრუმენტი, რამხელა შველა არის რომ ადამიანისთვის რომ არ შეეშინდეს, დაადგეს თავის გზას და აკეთოს ის რაც მას მოსწონს, განვითარდეს იმაში რაც მის სულს უნდა დაადგეს იმ გზას, რომელიც გულს კი არ ткენს, პირიქით გამოგიყვანს იმ გულის ткენიდან, რატო? იმიტომ რომ გაიგებ რა გჭირს, გაიგებ და უფრო ადვილად წახვალ და უფრო ადვილად ნუ გაიხარებ რა, გახარება ხო გვინდა ყოველს გვინდა ბედნიერება, ხო ჩვენ ყველა ვეძებთ ეხლა რაღაცა გზას, რომელიც გაგვიყვანს ჩვენ ბედნიერებაზე და ახლა არის ეგეთი გზა, უამრავი რაღაც მომენტები არის ეხლა ამ ცხოვრებაში, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენთვის სასარგებლოდ, რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ და ვიყოთ ბედნიერი, ხო? ამიტომ თუ გაქვთ ეს შიში, ეს არის ნუ არ არის სწორი რა. კი. აქ თითქოს თქვენ როგორ იზავთ, იცით, ნამდვილად თქვენ აივსებით სიყვარულით რა, მიხვდებით რომ ეს არ არის მარტო რიტუალები, აი რაზეც ვლაპარაკობდით. ეს არის ელექსირი, ეს არის ისეთი წყარო, რომელიც აი მიმიყვანს იქ, სადაც ჩემს სულს უხარია, ნუ რასაც ვამბობდი ხა ტარომ დამიდასტურა, კი. აქ ბევრს შეიცვლება ამ დაუშვათ დამოკიდებულება, ხო? იმიტომ რომ ბედნიერებას მოგიტანთ, რა ვიცი რომ ხა მაგალითად მე ისე მიხარი ესეთი მოსწავლეები მყავს რაღაც სასწაული რომ გუშინ TikTok-ზეც დავდე ერთ-ერთი თან ბიჭი არის და ძალიან ისე კითხულობს რომ რა ვიცი ამ დროს ექიმი არის ხოთაშორის და ძალიან ესეთი უნიჭიერესი ადამიანი რას მღერეს ხო ანუ ნიჭი აქვს აი ყველანაირი ადამიანს და აი იმიტომ რომ ადამიანს ახლა გადალახა თქვა რაღაცა ეს რო იზიდავდა ახლა მიხვდა რატომ და მისცა გზა ამ თავის, ანუ რასაც ჩვენ გვშფოთავს, ეს არის რა, სული ცდილობს, გეუბნება, რომ მომეცი გზა, მინდა, მიდე, ნუ მოსინჯე მაინც იქნება და გაიგო რა მჭირს რა. არასოდეს არ დაინანოთ ფული იმისთვის, რომ გაიგოთ თქვენს თავზე რამე, ყველაზე უდიდესი ჩადება, უდიდესი რა, ბედნიერება და ყველაზე სწორი ჩადება ფინანსების თქვენს თავში, იმიტომ რომ თქვენ აქ მოხვედით იმისათვის, რომ თქვენს თავზე გაიგოთ ყველაფერი რისთვის მოვიდე, რა უნდა გავაკეთო, ეს ბედნიერება სად მოვიპოვო, რა უნდა გავაკეთო, რა არ უნდა გავაკეთო, რა უნდა მოვიშორეთ ჩემი ცხოვრებიდან, რომ თქვათ ეხლა უფრო ბედნიერები ვიყო, ხო? ნუ დაგენანებათ რა. არსებობენ ასტროლოგები, ნუმეროლოგები, აი მატრიცა, რავი, 1000 ინსტრუმენტი არსებობს რა. უბრალოდ ეხლა ანუ თუ დაუშვათ ერთი ნუ ჩემთან ჯერ არ ყოფილა სიტუაცია რომ თქვა ვინმე ესა თქვა რა ეს რა სისულელეა მე არაფერი
ეხება, არა, პირიქით ხალხი გაუგნებული არის იმით, რომ ეს როგორ შეიძლება ამდენი ინფორმაცია იყოს ჩემზე. წადით სადმე ვინმესთან, მაგრამ ნუ დაგენანება თქვენთვის, ნუ მაგაზე კარგს ვერაფერს ვერ და თქვენ როცა თვითონ აი ამ მდგომარეობიდან გამოხვალთ, აი ამ მდგომარეობიდან, როცა ყველაფერი ცუდად მაქვს, როცა დეპრესიულად ვარ, ცუდად არის, არაფერი მე არ მიხარია, არაფერი, ხო? შენ ვერ მისცემ, აი ვერავის, ვერ შენ ოჯახის წევრებს, ვერ შენ შვილებს, ვერავის ბედნიერებას, შენ თვითონ თუ ხარ ასეთ მდგომარეობაში. აი შენ თვითონ როცა გამოხვალ ასეთ ენერგიაში და რომ აი მე მინდა ვიყო, მე კარგად ვარ, აი მაშინ უკვე შეგიძლია შენ სხვების გაახარო. ადამიანს შეუძლია მხოლოდ ის მისცეს, რაც მას აქვს. თუ ეს არა გაქვს, შენ თვითონ ეს ბედნიერი არ ახარ, შენ თვითონ არ ცხოვრობ შენი ცხოვრებით, იმ ცხოვრებით, რაც ცხოვრებაც შენ გინდა და ეს რაც შენ გინდა, ეს შენ სულს უნდა. პირველ რიგში, ხო? და სული მაინც მაქსიმალურად შეეცდება, რომ გამოგიყვანოს შენ იმ თავის ჩაფიქრებულ გზაზე, სხვადასხვა ხერხით. სხვა ჯერ რბილად, მერე ცოტა დაგიმძიმ, მერე უარესად გარტყავს რა, ეგრევე ართმევენ ურთიერთობებს, ფულს, ჯანმრთელობას, ყველაფერს, თუ ადამიანს არ ესმის და არ მიდის თავის გზაზე. დაადგეს შენს გზაზე და მარტო შენ კი არა, ყველა შენს ირგვლივ იქნება ბედნიერი. ეს შენი სული გეცახეს, სული გეუბნება, რომ შეცვალე მინდგომა, შეცვალე გაძლევ ჩვენ მაგ ყველაფერს შეცვალე, გაიგე რაღაცა ახალი ინფორმაცია, გაიგე შენზე და გახდები იქნები ბედნიერი, შეცვალე, დატოვე ის, რაც უკვე აღარ გჭირდება, რაც უკვე არ მუშაობს, რასაც უკვე არ მოაქვს შენთვის ბედნიერება, დატოვე ეს ყველაფერი და შეიცვალე, მაგრამ როგორ გავიგო? გაიგე ეს შენზე რაღაცა ეს საკრალური ინფორმაცია, გაიგე რაზეც შენ არ იცი ჯერ შენ თავზე და შენ ნახავ როგორ სულ სხვანაირად შეხედავ ყველაფერს აბსოლუტურად და შენი ცხოვრება უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, აღარ იქნება. რჩება კიდე თქვენთვის ერთი. იჩქარეთ, თუ გინდათ რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალოთ. ჩვენ გაძლევთ მაღალი ძალები გეუბნებით, ჩვენ გაძლევთ შენ ამ ენერგიებს, ჩვენ გაძლევთ შენ ამ საშუალებებს, ჩვენ შენს მხარეს ვართ მაქსიმალურად, შევცვლით შენ ცხოვრებას. უკეთ აი შენ რა ძალას გაგიხსნით, მოგცემთ ყველაფერს, თუ რამე არსებობს კარგს, მაგრამ შენს უნდა მარტო კი არ უნდა გეშინოდეს, შენს უნდა გინდოდეს, ხო? შენს უნდა გინდოდეს, ყველაფერი შენს ხელშია.